დაბრუნდით. აი ესე ახალი სტუმრებით. სამუშაო პროცესი. აბსოლუტურად ერთი მუსიკიდან გადავდივართ სხვა მუსიკაზე და მე ეს მომწონს, იმიტომ რომ ისევ და ისევ გავიმეორებ, მუსიკა არის კარგი ან ცუდი, სხვანაირი მუსიკა მე არ ვიცი. ეს თქვენთან დაკავშირებით. ეხლა ძალიან მეამაყება რომ იმიტომ რომ ორი აზრი არსებობს. ხო რა ვიცი, ხან გემოვნებიანი, არა გემოვნებიანი, ეს ჟანრი არა. არსებობს კარგი და არსებობს ცუდი. თვალსაზრისები ყოველთვის სხვა. თვალსაზრისი ძალიან ბევრი იქნება, მაგრამ ეს ყოველთვის არის უპირობოდ ასეა. დღეს გვაქვს განსაკუთრებული დღე, იმიტომ რომ მთლიანად დღე არის პოზიტივი. ნამდვილად, როგორც პრინციპში ჩვენ გვიყვარს ბაშუა დღეში. წარმოგიდგეთ, პირველ რიგში წარდგენაც არ სჭირდება. ნინო ქადაგიძე-ჟვანია, რომელიც მოვიდა არაჩვეულებრივი თემით, ეს არის წინანდრის პრემიის აღდგენა. ჩემთვის რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ პრემიას, შენ ძალიან კარგად ვიცი. საერთოდ ხელოვანს ვიცი, მაგრამ მე რაღაცა ეს ჩემ თვალწინ მოხდა. ის ლაურეატები, ვინც გახდნენ, ისინი არიან ყველანი ჩემი მეგობრები. და ის ჩემი დამოკიდებულება ბატონ ზურასთან, რომელიც აბსოლუტურად ჩემი დამოკიდებულება იყო. და ეს რაღაცა ყველაფერი ერთად არის. ეხლა ამის აღდგენა და ძალიან მიხარია, მოყევი ხარ ახთი. ანუ წინანდლის პრემია ზურამ დაარსა 99 წელს, 15 წლის წინ. და ეს არის პრემია ახალგაზრდებისთვის 18-დან 30 წლამდე. ახალგაზრდებისთვის არის 8 ნომინაცია: კინო, თეატრი, მუსიკა, ფოლკლორი, პროზა, პოეზია. მეცნიერებაც კი გვაქვს, მეცნიერების ნომინაციაც. და თვითონაც არ იყო ახალგაზრდა, 35 წლის იყო მაშინ და მაგრამ ზურ რაღაცნაირი პოლიტიკოსი იყო ესეთი, ფუნდამენტალური და მისთვის არ მნიშვნელოვანი იყო ახალგაზრდებთან ურთიერთობა. და იდეაც იქიდან წამოვიდა, რომ წინანდალში ჩადიოდა და ხვდებოდა ხოლმე რაღაც სემინარები ქონდა და ახალგაზრდებს ხვდებოდა და ელაპარაკებოდა, უბრალოდ ესაუბრებოდა ხოლმე. მეგობრობდა. ხო, სხვა შორის მეც ყველაზე სასიამოვნო ნაწილი სწორედ ეს არის და ძალიან ბევრს ველაპარაკები ამ ადამიანებს და წარმოუდგენელი სიამოვნება. ზურასთვის ეს იყო აუცილებელი, იმიტომ რომ ჯერ ერთი თვლიდა, რომ შენ ქვეყანას თუ გინდა იცნობდე, ამას გააკეთებ ყველაზე ადვილად სწორედ ამ ადამიანების თვალთახედვიდან, ამდვილად. რომ მათი კულტურა ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ. მეორე თვლიდა, რომ საქართველოსთვის განვითარება გადის სულიერების განვითარებაზე და განვითარება სახელმწიფოს იგივე დემოკრატიის განვითარება დგას კულტურაზე მთლიანად. და ეს რომ ჩვენ თუნდაც საბჭოთა სივრცეში რაღაცა ჩვენი განვითარებით გამოვირჩევით, იმიტომ რომ ჩვენი მენტალიტეტი არის განსხვავებული, ეს სწორედ არის შედეგი ჩვენი კულტურის, ჩვენი კულტურის და ამიტომ ის ძალიან ზრუნავდა ამ კულტურაზე. და კიდევ ერთი რომ თვლიდა, რომ საქართველოს საუკეთესო ელჩები არიან სწორედ ჩვენი კულტურის წარმომადგენლები და მთელ მსოფლიოში საქართველო აღინიშნება სწორედ აი ამ ადამიანების სახელით. ამიტომ აი ძალიან უყვარდა და მართლა ყოველი მათგანი თავისი სხვა ხასიათით, თავისი სხვადასხვა თვალსაზრისებით ყველანი იყვნენ მისთვის კი ძვირფასი. იცი რა მინდა გავიხსენო, არ ვიცი რა ქვია მაგას, ალბათ დათო დოიაშვილი, ნიკა მემანიშვილი, გიორგი უშიკიშვილი, დათო საყვარელიძე. რევოლუციის მერე აი რა ქონდა ზურაჟვანიას, იცი, ყველაზე მნიშვნელოვანი ხედვა ადამიანებში. ამ ბიჭებს ჩააბარა უსერიოზულესი სფეროები. ბიჭებს ახალგაზრდა ნიჭიერ ბიჭებს, რომელმაც მენეჯმენტის სიტყვა მინდა გითხრა, მაინც არ იცოდნენ რა იყო. და ყველამ გაამართლა. და ყველამ მე მათთან ერთად შევდიოდი, აი იქ სადაც ისინი შედიოდნენ და მე მეშინოდა, რომ აი ამას როგორ დააყენებენ ბიჭები ფეხზე და დააყენეს. უბრალოდ მე ხელისუფლებას ყველანაირს მინდა მივმართო, რომ მე აღარ მოკიდონ ხელი ამ დაწყებულ ადამიანებს, იმ ადამიანებს, ვინც დაიწყო და ძალიან კარგად გააკეთა საქმე. იმიტომ რომ დღეს დათო საყვარელიძე და გიორგი უშიკიშვილი ასია თუ ისია არ არიან იქ, სადაც
ბატონ ზურას დანახული თვალით იყვნენ და ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. ხო, ნამდვილად ესე არის. მე მგონია რომ ადამიანებს შეუძლიათ რომ გაცილებით მეტი გააკეთონ თავიანთი ქვეყნისთვის და ეს არის მთავარი და ჩვენთვის ეს არის მთავარი და არა დავუშვათ მათი პოლიტიკური შეხედულებები, პიროვნული თვისებები. მე მგონი ზურას არ ქონდა ეს მიდგომა დიფერენცირებული და თავისუფალი იყო ამის. რატომ გაჩერდა და ნომინანტებზე კიდე ძალიან სხვადასხვა ტიპები იყვნენ, დავუშვათ იყო ზაზა ბურჭულაძე, ლაშა ბუღაძე, რომლის შემოქმედებასაც რაღაც ერთფეროვნად არ აფასებენ, მოგეხსენება. და ეს არ იყო მისთვის ბარიერი, რომ არა და არც შიშის მომენტი იყო და მინდა გითხრა ამდენი ლანძღვაც არ იყო, დღეს რა ლანძღვაც არის. და იყო დავუშვათ 15 წლის წინ ძოძუაშვილი, რომელიც ელექტრონული მუსიკას 15 წლის წინ სულ სიახლე იყო და აბსოლუტური. ანუ მიმღებლობა იყო და პირიქით და აზრი ამ პრემიის ისიც იყო, რომ ეს ადამიანები გაეცნო საზოგადოებისთვის. ერთი რომ მათთვის რაღაც სტიმული ყოფილიყო და გაეადვილებინა კარიერა, მათი განვითარება, მათი გზა და მე მგონი რაღაცნაირად ეს მართლა რეალურად მოხდა და მეორეც ის იყო რომ საზოგადოებისთვის დაენახებინა ეს ადამიანები. ჩვენს რაღაცნაირად რატომ გაჩერდა 2003-ში რატომ გაჩერდა? არ ვიცი მე ბოლო იყო. ნეგატივზე არ ვილაპარაკ. არა, მინდა არ არის. დღეს რას აკეთებს ეხლა? ბევრი განაცხადია შემოსული. საკმაოდ ბევრი განაცხადია, ორ ეტაპად მიდის კონკურსი, ეხლა დამთავრდა უკვე განცხადებების მიღება და ძალიან ესეთი ექსპერტული კომისიებია, რომლებიც არჩევენ სამ ნომინანტს. დამალული, დაფარული. ექსპერტული კომისიები არ არის დაფარული არის ჟიური, რომელსაც ბოლო გადაწყვეტილება უნდა ძალიან კარგი. პრემია არის 5000 ლარი, რომელსაც ერთი იღებს. სამწუხაროდ მე ვისურვებდი, რომ მაგრამ ახლა ეს პირველი განხლებული წელიწადია, ამიტომ ვერ მოვასწარით ყველაფერზე ფიქრი და ყველაფერს გააზრება და ეხლა მთავარია მოგვიყევი ელექტრონული მუსიკის და აი უნდა მოსულიყავი, მინდოდა რომ რაღაც პრემიისაზე მაქსიმე მაჩაიძე და ტორესა მოსი. მინდოდა რომ ესეთი ადამიანები მომეყვანა, რომლებიც ასევე არაერთნიშნულოვნად ფასდება. და თუმცა ერთი არის უდაო, რომ ესენი სამივენი არიან საოცრად ნიჭიერი ადამიანები, სხვა შორის დესაძეს და ტორესას აქვთ პროზაში შემოტანილი, ისინი მუსიკაში არ არიან, მუსიკალურ კონკურსში არ გადიან, მაქსის საერთოდ არ არის შემოტანილი, მაქსი არის ჩვენი პრიზის. როგორც დიზაინერი ისე ხარ შეიძლება. ხო და მე ვფიქრე რომ მე რა შევიტანო ცოტა. ნახეთ როგორია. ჩემი პრიზი როგორც სათამაშო. ძალიან მაგარი. შეიტანე მაქს კონკურს გარეშე. ხო. ძალიან კარგია. და მე მინდოდა რომ მათ ელაპარაკეთ ერთ რამეზე, რაც მათ აერთიანებთ და ეს არის ელექტრონული მუსიკა. მე მინდოდა რომ აეხსნათ ამათ რატო ელექტრონული მუსიკა, რა არის ეს ელექტრონული მუსიკა თანამედროვე ადამიანისთვის, რატო ერჩევენ ისინი ამას და მინდა გითხრა რომ დარწმუნებული ვარ რომ ჩემზე უკეთი ლაპარაკებს სამივე. კიდევ ხანდა მოვასწროთ გარკვეული ნომრებიც ესე. კი ბატონო. მარინა გთხოვ. მოდი დავიწყოთ მაქსიმისგან. ელექტრონული მუსიკა ორ იმათ გავყოთ ჯერ. არსებობს სულ იკვლევ რაღაცნაირ ფუნქციებს ჩვენგან გამომდინარე მატერიალური და არამატერიალური არსებობის. და ანუ ელექტრონული მუსიკა არის ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტი. არსებობს მუსიკა, რომელიც გამიზნულია, რომ იყოს მუსიკა და ამ მიზნით კეთდება. არსებობს მუსიკა, ანუ ნებისმიერი, აი პრიმიტიულად ნებისმიერი ბგერათა წყობა არის მუსიკა. არსებობს მდგომარეობისთვის არსებობს. და არსებობს ნახევრად ავტონომიური ელექტრონული მუსიკა, რომელიც ნახევრად გამომდინარეობს ჩვენგან, თქვათ, და ფუნქციურად სხვა რამესთვის იყო გამიზნული, თქვათ, პრინტერების ხმა, სარეცხი მანქანის ხმა, ყველა ელექტრონული ხელსაწყო, რომელიც ქალაქში მოქმედებს და ფუნქციონირებს და ხალხი იყენებს. რეალურად არავინ არ უსმენს ამ ყველაფრის ხმას, ყველა, თქვათ, პრინტერის
მიდის ეს. ხმაურს ეძახიან, ესე. აძახიან ხმაურს. ნუ ჩემთვის იგივენაირად საინტერესოა და სასიამოვნოდ მასუსმენი როგორც ჩიტების ხმა და წვიმის ხმა. მიდიხარ ყველაფრის ხმა ისმის ცალცალკე, გადიხარ. ვუსმენ, ვცდილობ რომ მაქსიმალურად ვუსმინო ქალაქს, იმიტომ რომ რაღაცნაირი ქაოტური მორზეა და სულ რაღაცას გეუბნება. და მუდმივად ეს ქაოსი არის ჩვენთვის რაღაცნაირი ჩვენთვის ქაოტურია ჩვენი პერსპექტივიდან და სინამდვილეში მგონია რომ ისეთი წესრიგია უფრო უზენაესი რომელსაც ჩვენ უბრალოდ ვერ აღვიქვავთ. სიჩუმე არ გიყვარს, ნუ? სიჩუმე არ გიყვარს. სიჩუმესაც თავისი ხმა სიჩუმე მიყვარს, მაგრამ სიჩუმესაც თავის ხმა სიჩუმე. არ არსებობს სიჩუმე. მოდი რამე შევასრულებინო და ძალიან ღელავ რომ ვერ მოვასწრებ. ხო, სიჩუმე არ. კარგი. ხმა მოდის შემი. 6 million ways to die. Choose one. ჩემი დამოკიდებულება ელექტრონულ მუსიკას და მინდა გითხრა მამაში მომაზიარა. საერთოდ საკმაოდ ასაკში ვიყავი, მაგრამ ასე დავჯექი და მე არ შემილია თუ არ მივიღე რაღაცა, ისევე არც მოსმენა და არაფერი და ჩემთვის არის იცი რა, იმდენად ფართო სპექტრია შენს წინაშე ფანტაზიის ელექტრონული მუსიკის დროს, რომ აბსოლუტურად არანაირ ჩარჩოში არ ხარ. მე ასე მგონია, რომ ყველაზე დიდი ხიბლი ელექტრონული მუსიკის ამაში. თუ კი გაქვს უკაცრავად მაპატიეთ, ფანტაზია და რაღაცა იქ ჩემთვის ძალიან რაღაცნაირი სპირიტუალური ესეთი შამანური მუსიკა ელექტრონული მუსიკა. ხო, მაგრამ ის გაძლევს საშუალებას, გინდა სივცეს გიხსნის. რამდენადაც შოპენი რაღაცა გარკვეულ ეპოქაში შედარებისთვის გსვავს და ეს ფართია. მოდი ირაკლეს ვკითხოთ. ეხლა რა ხდება მის თავს ერეკლესაც არ აქვს ჩარჩოები მე ზუსტად ვიცი. არა აქვს. მეორე თვალსაზრისით. ჩარჩოს სურათს უხდება ისიც ხანდახან. ხო, ჩარჩოთაც იყურება. ჩარჩოთაც კარგია. ადამიანს საერთოდ არ უხდება, თუ მით უმეტეს კულტურას ეხება საქმე. ჩემ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს პრემიის არსებობა თავიდანვე ვიცოდი და ზურა კომაგი იყო ქართული კულტურის ესეც ცხადია და როდესაც აღდგა ძალიან გამიხარდა და ეს არ უნდა იყოს მოკლევადიანი პერსპექტივა, მაშინ უნდა ჩაერთოს აუცილებლად რაღაც ინსტიტუტებიც, კერძო ინვესტორებიც, რომ როგორმე შენარჩუნდეს და რაღაც სტიმული იყოს. რომ ბევრმა გააკეთოს. ხალხი რომელიც იზრუნებს ამას. ანუ წლევადელს ჩართული ხარ, ხო? განაცხადი გააქვთ ასე ვთქვათ, გაკეთებული. თუმცა რომ
ლიტერატურის ჟანრში დღეს სხვა პერფორმანსით კი, მოხვედი, ხო? აღარც ის არის. მაინც დროში ვართ ჩაკეტილი. ხო, წერილს აღარც იძახიან, იმიტომ რომ უფრო ეხა ბოლო ხანები რაღაც მუსიკის ხოძე უფრო ვარ და ამიტომ მუსიკას უფრო ჩვენც მუსიკის ხოძე ვართ, მართლა. დღეს მოგისმენთ, ხო? მოგისმენთ. ორი მუსიკა. აი, რა დილადის კარგად წერი ეს არის დღევანდელი დღე. უბრალოდ ჩვენთან ეს ჯერ კიდე აღქმულია როგორც ხვალინდელი. დავუშვათ, ტექნო არ შეიძლება იყოს მეინსტრიმი ეხლა. ანუ უბრალოდ ტექნო უნდა იყოს მეინსტრიმი ეხლა ჩვენთან, უბრალოდ ჩვენთან ესე არ არის და ალტერნატივა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ალტერნატივა დაჟე როკ-ენ-როლია, რომელიც 60-იანებში იყო. ამიტომ ეს გადასალახია და დამოკიდებულებად შესაძლებელია, იმიტომ რომ მარტივად რომ ავუქვათ, ეს არის შესაძლებლობა მუსიკოსისთვის, რომ სხვანაირად დაინახო, სხვა ელემენტები გამოიყენო. ეს არის ის, რაშიც ცხოვრობ, როგორც მაქსმა თქვა. ეს ხმები არსებობს, ამ ხმებს ვერ გაიქცევით. უბრალოდ რაღაცა ის ჩვენ გჭირდება რაღაც ტიპის გარღვევა, რომ ამას მივხვდეთ, რომ ეს არის ჩვენ დღევანდელი ადეკვატურებული. და ალბათ ლიტერატურაშიც შესაძლებელია ესეთი გარღვევები, ხო? შენი გამოცდილებით. რა თქმა უნდა, ანუ პროცესი მიდის, ანუ ეს არის სიცოცხლე, ხო? ერთ ადგილში ვერ გაიყინები, ანუ თუ პროცესი მოკვდა, მაშინ ადამიანიც მოკვდა. იგივე ხდება კულტურაშიც, ანუ რაღაც მიდის, ვითარდება, ჩვენი ყოველდღიურობა იცვლება და ამ ყოველდღიურობის ადეკვატურად ხდება სხვა ფორმების მოძებნა. ეხლა წერილის სარაი, არც მუსიკოსის ის არ არის, რომ ვიღაცას ასწავლო, როგორ უნდა იცხოვროს, ანუ ჩვენი ამოცანა, ხო, ტექნიკურად შეიძლება ასწავლო. ხო, და ჩვენი ამოცანა არის, რომ გავხსნათ რაღაც ველი, რომელშიც შესაძლებელი ხდება დისკუსია და აზროვნება.
მათ შორის მუსიკოსისთვისაც რა. ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე მაგალითად ეხლა რა პროექტსაც ვაკეთებ, სულ სხვა დამოკიდებულებით მივდექე, ავიღე ძველი ქართული გათვლები, ძველი ქართული შელოცვების ტექსტები, რომელიც თავის დროზე ანუ ეს ყველაფერი ხო თავის დროზე რიტუალური იყო, მაგალითად ჩვენი ფოლკლორიც იყო რიტუალური სიმღერები. ჰარი ჰარალი მაგალითად ხო, რომელიც ყველა სიმღერაში იყო ნაყოფიერების ღმერთი. ანუ ეს რაც ვიცით რა. მე ეს რა თქმა უნდა დაიკარგა. ეხლა მე ვცადე რომ ეს მონოტონურობაზე დამესვა. და რაღაც მუსიკაში შეტანილი? კი, მუსიკაში ანუ იმიტომ რომ მოკლედ სამწუხაროდ დავასრულოთ. შვიდშია ეს ყველაფერი და ბატონი ზურა საქმე გრძელდება. აი ესენი სახეზე არიან და უკვე ჩანს ეს ყველაფერი და ვილოცავ ეს ლამაზი პრიზმის გადაეცა და მალე გავიგებ.